17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ქალაქებში საზეიმო მსვლელობები იმართება, ღონისძიებას კახეთიც უერთდება. მოგვიახლოვდა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე და თქვენ იცით რომ 2014 წლიდან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ინიციატივით ეს დღე იქნა დაწესებული, რაც ძალიან დიდი სითბო და სიყვარულის და სიხარულის დღე არის, რომ მოწეს ოჯახები ერთად ვიკრიბებით, ამ შემთხვევაში პარაკლისებს ვიცით რომ თბილისში არის მსვლელობები, ამ ეტაპზეც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით არის მსვლელობა თბილისში და ჩვენი ეპარქიიდანაც უერთდებიან მრევლი ინდივიდუალურადაც ჩვენ ეპარქიაში სამების საკათოლიკო ტაძარში გვექნება სამღვდელოება მრევლთან ერთად საღამოს 7 საათზე შევიკრიბებით და პარაკლისს გადავიხდით და დედა ღვთისმშობელს და უფალს შევთხოვთ ჩვენი ოჯახის კეთილდღეობას. მეტად მნიშვნელოვანია ოჯახის სიმტკიცე, ოჯახური ღირებულებები, ზოგადად შვილების აღზრდა ღირებულებებზე და სიწმინდეზე, ვაჟკაცობაზე და რომ ჩვენ შვილებს ვასწავლოთ დედის და მამის სიყვარული, ჩვენ ერთად ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა და საკმაოდ დიდი სიხარული და სიყვარულის დღე გველოდება წინ მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა ეს დღე გამოიღო შედეგი და აუცილებლად გამოიღებს უკეთეს შედეგს, რომ ჩვენ საქართველოში გვექნება მტკიცე, მყარი და სარწმუნოებით და ეროვნული სულისკვეთებით ახოსილი ოჯახები.